გამარჯობა, მე ვარ ნიკო და ეს არის პოდკასტების სერია გამონათქვამები და წერილები. დღეს კი თქვენ ამ პოდკასტში მოისმენთ ვაჟა ფშაველას წერილს რა არის თავისუფლება. ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი. არა დროს ჩვენი ქვეყნის დაარსების შემდეგ. არა გონია ასე მძლავრად და საყოველთაოდ, როდისმე ხსმენოდეს საქართველოს ეს სამი სიტყვა. როგორც ესმა მას ამ წარსულ 1904 წლებში და დღესაც ესმის და მომავალ წლებშიც გაიგონებს. მაშა სადამემ უნდა ვიცოდეთ, გვესმოდეს, თუ რაა ერთი, მეორე ან მესამე. ორს ტერმინს რომ სულაც თავი დავანებოთ და მხოლოდ მესამის ძალა. ესე იგი, რას ქვიან თავისუფლება ის შევიგნოთ, ესეც კმარა. რადგან ძმობა, ერთობა, მარტოოდენ შტოებია იმ ხისა, რომელსაც თავისუფლება ქვიან. სადაც არ არის თავისუფლება, იქ ვერ იპოვნით ძმობა ერთობას. იქ შევხვდებით მხოლოდ მტრობას, ქიშპობას, ჭამანგლეჯას და მგლობას. გლების ბანაკი ერთის მხრით, ხოლო მეორეს მხრით ცხვრის ფარა. საცა ნავარდობენ მგლები. საცა მგლები ბუდობენ, იქ ცხვრები რას იხეირებენ, ან რა ძმობა შეიძლება მათ შორის. თუ შეუძლებელია მოუთავსებელი და მოუხერხებელი მგლებისა და ცხვრების შეერთება, რადგა ვყვირით, რათ ვიძახით ამ ძმობა ერთობას, ვიძახით და უნდა ვიძახოთ. მაგრამ გლებს ხომ არ ვეძახით. არამედ დაგსაქსულ, დაფანტულს, დაწიოკებულს ცხვრებს, რომ მოუყარონ თავი თავს, შეერცნენ, მოიფიქრონ, როგორ მოუარონ თავის თავს, რათა მგლების საჭმელ ლუკმად აღარა ხდებოდნენ. უნდა გამოძებნონ საფარი და გზასავალე. გლებს ამ დროს იქ რა ესაქმებათ. ამ დაძახილზე ისინი თითქოს ყურსაც იყრუებენ. არც მოვლენ, ხოლო თავისიანებს გაგიმარჯოსთ, რომ გლებიც კი ძმობა ერთობას უქადაგებენ. თუ ასე არ მოიქცნენ, ხომ დაეკარგათ ძალა და ცხვრებმა სათითაოდ, თუმცა ამ უკანასკნელთ არა აქვთ გაალმასებული კბილები. გაათავეს რქებით და ჩლიქებით ძმობა. ხომ იმას მოასწავებს, როცა ერთს მგელს გაუჭირდება, მეორე უნდა მიეშველოს. ეგრეთვე თუ ცხვარი ცხვარს. მაგრამ მაგარი ის არის, რომ გლებს ისე არ ესაჭიროებათ ერთობა როგორც ცხვრებს, რადგან თვითეულს მგელს საკმაო ძალა აქვს ცხვრებთან საბრძოლველად. ძალა, რასაკურველია ფიზიკური, რომელსაც ისინი ხმარობენ ცხვრებზე. ცხვრების ძლიერება კი ერთადერთი ზნეობრივი ძალაა. დღესნამდი ჩვენ ცხვრები ვიყავით და ვართ კიდევაც. ხოლო ვინც მგლები არიან, ეს თქვენს კარგად იცით. ჩვენ ვიტანჯებოდით, ვირბეოდით და ამ რბევად სარცვამ გვაფიქრებინა მიგვემართნა ერთობისათვის. ერთი პირი, ერთი ფიქრი მოგვეპოვა და ამით შაგვეძინა ძალა. ჩვენ მოვისურვეთ თავისუფლება. განუკითხავად არ ეჭამა და ეპარსა ჩვენი თანამოძმენი მოსისხლე მხეცებს. ჯერჯერობით ამაში გამოიხატება ჩვენი წადილი თავისუფალი სიცოცხლისა, რომ ძალმომრეობას გზა მოვტაცოთ და თანდათან სრულიადაც მოვსპოთ იგი. თავისუფლება ცოცხლებისთვისაა, ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა მისწრაფებაში. თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა, ერთი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი. იქ რა უნდა თავისუფლებას, საცა ჩემი ნაშრომ ნაღვაწი სხვას მიაქვს. ჩემი ნაშრომის ნაყოფს შემდაუნებურად ჩემ მიერ ნება დაურთველად სხვა ისაკუთრებს. მე ვტირი, ის იცინის და ჩემში მტაცებლის მიმართ მხოლოდ ზიზღი და გრძნობა შურისძიებისას დუხს და გადმოდის. მინდა ვისწავლო და ნება არ მეძლევა. მინდა ჩემი საკუთარი ხარჯით დავაარსო უნივერსიტეტი
და უარს მეუბნებიან და სხვა. არ მინდა ვილოცო ის მშვენივრად მორთულ მოკაზმული კერპი, რომელსაც შენ ლოცულობ. იქ ვინ ნახა თავისუფლებასაცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან. არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ. რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ? სხვას არაფერს, გარდა ზიზღისა, ძულვარებისა. მოწამლულ მოშხამულია ჩემი სიცოცხლე. ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიძულველს და ვწყეული იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხალხს მიშლიან. წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხვევას. შევმუსრო ისინი. როცა ეს დრო დგება და მეს მოქმედებას ვიწყებ, ამ ძალთა შესამუსრავად, დასათრგუნად. მაშინვე იწყება ჩემი თავისუფალი ცხოვრება. აქ არის დასაწყისი თავისუფლებისა. და უკვე თუ ვითმენ, ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ. მაშინ ვარ მონა. არა მძულს ჩემი მჩაგვრელი ძალა. იქნება მძულს კიდეც, მაგრამ ამ ძულვარებას გულში ვმალავ. მაშინ ვარ ლაჩარი. უფრო საზიზღარი ვიდრე მონაა. არა, ძულვარება როცა უკიდურესობამდე მიდის, მაშინ ლაჩრული გზნობა ისპობა. მაშინ ამბობს ადამიანი. ან მოუკვდები, ან ვძლევ ჩემს მტანჯვალთ. არ იძლევა, არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა. არ დაფრთხება მგლის შოგი. ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის კი როდესმე გადაჭრით, თავგამოდებით, სიკვდილი ან სიცოცხლე, ესე იგი თავისუფლება. იტყვის და ამბობს კიდევაც. ამას ჩვენის თვალით ვხედავთ. აშკარად ვგრძნობთ ყველანი. მაშასადამე შანს მისმა მძულვარებამ მგლებისადმი უკიდურესობამდე მიაღწია. თუ ეს ფაქტია, ნამდვილი მოვლენა, მაშინ იცოდეთ, სიკვდილი აღარ შეგვაშინებს. მაშინ ყველა მზად იქნება თავით დასდოს თავისუფლებისათვის და გამარჯვებაც უსათუოა. ამიტომ ვიმეორებ, ვისაც თავისუფლება უყვარს და უნდა მისი დამყარება ქვეყნად. ჯერ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიძულოს მთელის თავის არსებით, გულით და გონებით, მტარვალნი და მტარვალობა. ეს არის მხოლოდ საშუალება, რომლის წყალობით ადამიანს შეუძლიან მედგრად იბრძოლოს და არ დაზოგოს სიცოცხლე თავისუფლების მოსაპოვებლად. და რა არის ეს თავისუფლება? რატომ არ იკითხავთ? უკაცრავად ნუ ვიქნები, რომ მე ჩემებურად განმარტო ეს სიტყვა. თავისუფლება ხალხისთვის მტარვალთაგან წართმეული ბედნიერებაა. ბედნიერება წართმეულს რა რჩება უბედურების მეტი? არაფერი. კიდეც იმიტომ არის, რომ უბედურად გრძნობს თავის თავს, ყველა დამონებული, თავისუფლებას მოკლებული ერი და პიროვნება. წამსმეულნი სარგებლობენ ამ ნაყაჩაღარის ბედნიერებით მხოლოდ ცოტა ხანს, რადგან ცხოვრების ლოგიკის წყალობით ეს ნადავლი მოპარული ბედნიერება მტაცებელთათვის უბედურებად ხდება. გადაავლეთ თვალი მთელს რუსეთს და ჩვენს ქვეყანას. აშკარად დაინახავთ, რომ ეს ასეა. დღეს ხალხი იბრუნებს იმას, რაც წაართვეს და წართმეული გახლავთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ბედნიერება წამრთმეველი დღეს ტირის, ხოლო გაცარცული მღერის, ხიარულობს, რადგან დანაკარგს პოულობს, წართმეულს იბრუნებს. თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჭილან. როდისად გება ეს ბოლო ჟამი? სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახალს, როცა თავის ყოფა მდგომარეობის აუტანლობასა გრძნობს და ხედავს, გაიცნობს იმ შავ ძალებს, რომელთაც წაართვეს ბედნიერება. სძულს ისინი უსაზღვროდ. სწორედ მაშინ ცდილობს შემუსროს თავის დამონებელნი. რას თხოვლობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქსებით სხვას არ ვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას. არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური. ვინაიდან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ისილაპარაკო, სწერო, აკეთო. არა, უნდა ყოველ სიტყვას და მოქმედებას საერთო საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად. ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამომნებლო საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის. ყველა ჩვენგანი ხალხისათვის. მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება.
იგი იქცევა მტარვალობად. ამ თავისუფლებისას მტარვალნი 1000 ნაირს ჯაჭვ ბურკილებს ჭედენ, ხაფანგებს, გაზებს, თავშიც ზემენ კვერებს და სახშობელის ბოძებს დგამენ. ხალხს ამ თავისუფლებისაგან შეზავებულ შხამ ნაღვალს საწამლავს უმზადებენ და იმას აწვდიან. ბოლოს კი თვითონ რჩებიან მოწამლულნი. ისტორია ამის მაგალითებს უხვად იძლევა. ხალხი იტანს ამ საწამლავს. იგი ისევ ხალხად რჩება, იმარჯვებს, ხოლო მტარვალთა გული მიწაზე ერთხობა. ამიტომ უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების წართმევა უფრო იმათ ვნებს, ვინც თავისუფლებას პარავს. ართმევს ხალხს და სურს იმით მარტო თავად ისარგებლოს. თავისუფლების მტაცებლებზეა სწორედ ზედგამოჭრილი ქართული ანდაზა. ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არ კრა, რამდენიც თვითონ იკრაო. ხალხის მმართველნი, რომელნიც ამ უაღრეს უგნურებას შვებიან და ხალხის მონებად გადაქცევას ცდილობენ, გარდა იმისა, რომ თავიანთ წოდებას ხრწნიან, ზნეობრივ და ფიზიკურად ხალხსაც აფუჭებენ. დამონებული ერი მუდამ ბეჩავია, შინაურობაში და რა თქმა უნდა, ბეჩავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლველად. ამის დამამტკიცებელი მაგალითი დღევანდელი რუსეთია, რომელიც პატარა იაპონიას დაეტაკა და რქები შემოიმტრვია. მაშასადამე, თავისუფალი უნდა იყოს არა რომელიმე ერთი წოდება, არამედ მთელი ერი. ქვეყანაც მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როცა მოისპობა წოდებრივი უპირატესობანი. ყველა წოდება იქნება თავისუფალი, ესე იგი ბედნიერი. თავისუფლება და ბედნიერება სინონიმებია. ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც ცხოვრებას ისევ საფუძვლად წოდებრივი განსხვავება აქვს დადებული. საცა ყველას განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა არ ეძლევა საშუალება პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსებობისა. საცა შრომა ღირსეულად არ ფასდება, საცა არ არის თანასწორად განაწილებული ცოდნა ქონება. მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია. ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა. დასასრული. კომენტარებში დაწერე, რა არის შენთვის თავისუფლება. დალაიქე ეს ვიდეო. გაუზიარე მეგობრებს. გამოიწერე არხი და დაელოდე ახალ ვიდეოს. მადლობა რომ გვისმენ და ხარ ჩვენ გვერდით.